ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის სივრცეში არის განთავსებული არისტოკრატი ქალბატონის ბაბო დადიანის მემორიალური კაბინეტი, რომელიც ბევრ საინტერესო და ისტორიულ ნივთს და გამოცემას აერთიანებს. ბაბო დადიონი იყო რეპრესირებული ქალბატონი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის შთამომავალი, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების საკუთარ თავზე გამოსცადა. კაბინეტი თავის დროზე კინოდოკუმენტალისტმა ნინო ხოფერიამ დააფუძნა და ჩვენ გვინდა გიამბოთ დღეს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტუმრობდნენ მემორიალურ ოთახს ამერიკიდან. ესენი არიან ბაბო დადიანის ძმის, პოეტისა და სამხედრო მოღვაწის მიხეილ დადიანის შვილები, ცოტნე და ლაისო დადიანები. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა ბაბო დადიანის შვილი, ქალბატონი მია ღვინიაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონი მია, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ გვექნება საშუალება ისიც, რომ მოვისმინოთ ქალბატონი ლაისოს და ბატონი ცოტნეს ინტერვიუები, რომელიც ჩაწერა ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, გადამღებმა ჯგუფმა. მანამდე კი მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის სივრცეში არსებობს ქალბატონი ბაბო დადიანის მემორიალური კაბინეტი? ეს ძალიან დიდი საქმე არის. ჩვენი ოჯახისთვის გაკეთებული, იმიტომ რომ ასეცით აი ერთად მთელი მისი არქივი, რომელიც რამდენიმე გადასახლებაში იყო და ეს შეინარჩუნა ბებიამ და ნუ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და ნუ ნინოს, რომელმაც აი ამას მოუყარა მისი ძალისხმევით, კი ბატონო, დიდი მონდომებით და თითოეული ფურცელი, თითოეული ჩანაწერი, თუნდაც მისი წინაპრების ბებიასი, თუნდაც მერე უკვე მოხუცებულობის დროს ბებია, რასაც ყველაფერი შენახული. ანუ აღარ ვლაპარაკობ იმ ფოტოებზე, რომელიც ბებიას აი ზეწარში ამოკრული დაქონდა გადასახლებაში ჯერ სარატოვში, შემდეგ ყაზახეთში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ნინო ხოფერიას რასაკვირველი, იმიტომ რომ ეს მისი ინიციატივა და მისი განხორციელებული პროექტია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ქალბატონი მია, ჩვენ შესავალში ვუთხარით მაყურებელს, რომ ბაბო დადიანის ძმის, პოეტისა და სამხედრო მოღვაწის მიხეილ დადიანის შვილები, ბატონი ცოტნე და ქალბატონი ლაისო დადიანები იმყოფებოდნენ ჩამოსული ამერიკიდან საქართველოში, მათ დაათვალიერეს კაბინეტი და აი შეგვიძლია რამდენიმე წუთში მათი ინტერვიუებიც ვნახოთ, მაგრამ აი თქვენც რომ გითხრათ, გაგვიზიაროთ შთაბეჭდილება, აი მათი შთაბეჭდილებების შესახებ თქვენ რომ მოგვიყვეთ. იცით რა, ძალიან გულისამაჩუყებელი იყო მათი ჩამოსვლა საქართველოში, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ ასაკში არიან შესულები, ცოტნე 80 წლის, ლაისო 78-ის, არც ჯანმრთელობა უწყობდათ ისე ხელს მისცა, მაგრამ ნუ ძალიან დიდი ის იყო, იცით, ემოცია ჩვენთვის მაგათი ჩამოსვლა. გაზრდილები არიან, აი ძალიან დიდი სიყვარულით საქართველოსადმი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ესმოდათ ქართული და ერთმანეთსაც ჯონ და ლიზა მიმართავდნენ და ეს სახელები დაკარგული და ძალიან სიამოვნებდათ, რომ ჩვენ სახელებით ცოტნეთი და ლაისოთი მიმართავდით. და ბევრი რამე იციან საქართველოს შესახებ. აი დედა ყავდათ თინა გომართელი, ივანე გომართელის ქალიშვილი, მამა ყველა მიცის ნინოს მართლა შესანიშნავი ფილმი, ბევრმა იცის ძალიან, მიხეილ დადიანის საქართველოდან. და აი ამ ფილმში მთელი მისი ბიოგრაფია, საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო, ძალიან შეყვარებული საქართველოს და აი ესე გაზარდა თავისი შვილებიც. დიახ, და ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ მათი ინტერვიუები. ხავთ რეჟისორს რომ გაუშვას. როდესაც ამ ოთახში შემოვედი, მივხვდი, რომ ეს ნამდვილი მუზეუმია და არა უბრალოდ მემორიალური ნივთები. ფოტოსურათები, დოკუმენტები, ხელნაწერები. ეს არის ნამდვილი ისტორია, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. მართალია ვერ ვცნობ ყველას, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, მაგრამ მე ვიცი მათი ისტორიები თუ ვინ არიან. მე დავათვალიერე ალბომებიც. არასდროს მინახავს აქამდე მამაჩემის და მისი დის ეს ფოტოსურათი. ეს გადაღებულია მაშინ, როცა ის წავიდა პარიზში, რომ მისი დაენახა პირველად მას შემდეგ, რაც დატოვა საქართველო.
დაახლოებით 62-63 წლებშია გადაღებული. ამიტომ ეს სურათი განსაკუთრებული იყო მამაჩემისთვისაც. მე როცა ვხედავ ამ ყველაფერს დიდ ინტერესს ვგრძნობ. მადლობელი ვარ, რომ ნინო დაინტერესდა ამ ყველაფრის მოგროვებითა და თავმოყრით. დიდი მადლობა მას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ ოთახში შემოსვლისას იგივე გრძნობა მქონდა და იგივე რეაქცია, როგორც მუზეუმებში სტუმრობისას. ეს მუზეუმია და ყველაფერი ისტორიულია ჩემთვის. ბევრი რამ არის, რაც მე და ჩემმა ძმამ არ ვიცით ჩვენი ოჯახის ისტორიაზე. ვიცი ცოტა რამ დედაჩემის მამაზე, ივანე გომართელზე. ის ექიმი იყო და ერთ დროს აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში. ჰყავდა დიდი ოჯახი. ის პოლონეთში იყო, როდესაც ბოლშევიკებმა დაიკავეს ქვეყანა. შემდეგ პოლონეთიდან პარიზში წავიდა. შემდეგ კი დაბრუნდა სამშობლოში. ჩვენ ვიყავით ასევე ეროვნულ მუზეუმში და გარემო აქაც ზუსტად ისეთია. ბატონი ცოტნესა და ქალბატონი ლაისო დადიანების ინტერვიუები და ალბათ მართლაც საოცარი შეხება, როდესაც რაღაცა წინაპრის ნივთებს ეხები და ამდენი წლის შემდგომ ჩამოდიხარ საქართველოში. ემოციები იყო ნამდვილად. თქვენ აღნიშნეთ, რომ ქალბატონი ნინოს დამსახურება, თქვათ ამ კუთხით, მაგრამ არანაკლებია ოჯახის დამსახურება და დახმარება, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარების გარეშე ბუნებრივია ეს კაბინეტი და ეს მუზეუმი ვერ იარსებებდა, რომ არ გადმოგეცათ, თქვათ ის ნივთები, რაც ქალბატონ ბაბოს ეკუთვნოდა და თქვათ ის ხელნაწერები, რაც უკავშირდებოდა მას, მის მოღვაწეობას, მის ცხოვრებას, ბუნებრივია ვერ შედგებოდა და ვერ დაფუძნდებოდა ის კაბინეტი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ სივრცეში არის. ანუ საკურალეს დედა მოინდომა, რომ ნინოს გათვის გადაეცა და რა ვიცი გაკეთდა ის, რაც ნამდვილად მე მგონი ძალიან კარგია და რომ ყველაფერი ერთად არის და იცით მინდა აღვნიშნო, რომ აი სწორედ 40 წლის წინ 40 წელი ეს ოჯახი ერთმანეთს ვერ ხვდებოდა და დაშორებულები იყვნენ და მე არ ვიცოდი აი სწორედ ცოტნესგან და ლაისოსგან გავიგე, რომ სწორედ მიხეილის საშუალებით მოხდა პირველი დაკავშირება საქართველოსთან, აი უკვე 60-იანი წლების დასაწყისში, აი ეს ოწიპელი რო დაიწყო და სუხიშვილებს გამოატანა წერილი და ეს ისტორია მე არ ვიცოდი, ცოტნე მომიყვა. ამ წერილს მოყოლია ძალიან დიდი ნებათაღელვა ოჯახში. თინა გომართელი ისეთი ხასიათის ქალი იყო, შვილები ამბობდნენ და ძალიან ანერვიულდა და ძალიან დიდი ნერვიულობა მოყვა ამას, იმიტომ რომ რას უკეთებ ბაბოს წერილს აგზავნი და ან რა იქნება მერე და მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს კავშირი სწორედ მიშასგან შეცდგა გარისკა და გამოატანა სუხიშვილებს წერილი და შემდეგ უკვე აი ეს ოჯახი 40 წლის განშორების შემდეგ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და პარიზში. ქალბატონი აი ხშირად არ გვექნება ესეთი ფუფუნება საშუალება, რომ აი უშუალოდ შვილიშვილისგან მოვისმინოთ ბაბო დადიანზე, მისი პიროვნების შესახებ. ჩვენ ბევრი გვსმენია, ბევრი გაგვიგია, მაგრამ ის რასაც ალბათ თქვენგან მოვისმენთ, იქნება სრულიად განსხვავებული და ეს ძალიან ობიექტური იმიტომ რომ თქვენ შვილიშვილი ბრძანდებით და ჩვენ ვიცით, რომ ბაბო დადიანი ობიექტური სუბიექტური კოკი დადიანის შვილი იყო და ვიცით ცნობილი ეპიტაფია მის საფლავზე, რომელიც ესე სრულდება. ძლევიც კი ფიქრობ საქართველოზე, რომელიც ლევინსში არის. აი რომ მოგვიყვეთ უფრო მეტი ბაბო დადიანზე, როგორც შვილიშვილმა. იცით რა არის, ძალიან ძნელია ჩემთვის, მე ვიყავი შვილიშვილი, რომელიც თვითონ აი მართლა ყველაფერი იყო ბებია, იმიტომ რომ აი ბევრ რამეს სწავლობდი მისგან და იმდენად მადლიერი ვარ დღეს, იცით, აი იმდენად სწორი რაღაცეები ჩადო, რომ აი გიადვილდება მერე უკვე რაღაცა, აი ბევრი სირთულის და გადატანა ცხოვრებაში და რა ვიცი, ესეთი ძლიერი ადამიანი იყო, ბევრი გრამე გადაიტანა, არასოდეს ფუფუნებაში გაზრდილი ძალიან
ბევრი რამე დაკარგა ცხოვრებაში, მაგრამ არასოდეს არ იცოდა ამაზე აი რაღაცა სინანულის გამოთქმა და ყოველთვის ბედნიერი იყო, რომ თავზე ქონდა ჭერი, აი თუნდაც აი უმძიმეს 90-იან წლებში რაღაცა თუ მოწყენილი ხმა მქონდა, არ გწვენია მეტყო და თავზე ხო გაქვს ჭერი. დაწყნარდი შვილები ხო კარგად გყავს და აი ეს იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ოპტიმიზმი იყო მისი ძალიან მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება, ხო? ძალიან დიდი მადლობა ქალბატონია ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ბაბო დადიანი შვილიშვილი ქალბატონი მიაღვინიაშვილი საუბრობდა სტუდიაში.